116,000 ლარი ბიუჯეტიდან ივანიშვილის სასტუმროსთვის. პარაგრაფ თბილის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამარტივებული წესით კონტრაქტი გაუფორმა. კორუფციის მკვლევარი ბესოდონაძე წერს, რომ სასტუმრო წაგებაზე მუშაობს და ფინანსური ზარალის შესამცირებლად საბიუჯეტო ორგანიზაციებს იყენებენ. საქართველოს ამხანაგურ შეხვედრაში ლიეტუვანული თორი დაამარცხა. ორივე გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა დღეს 2026 წლის პირველი, ისტორიაში კი მეასე გამარჯვება მოიპოვა. დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 1 წლით გაახანგრძლივა. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა იმ აღმასრულებელი ბრძანების გაგრძელებას, რომლითაც რუსეთს 2021 წლიდან ყველაზე მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დაუწესდა. რუსეთის მთავრობის მავნე საგარეო ქმედებებთან დაკავშირებით აუცილებელია გაგრძელდეს ეროვნული საგანგებო მდგომარეობა. ნათქვამია ტრამპის ხელმოწერილ შეტყობინებაში, რომელიც კონგრესს გადაეგზავნა. რუსებს სახლის ტელეფონებზე დაბრუნებას ურჩევენ. ტელეკომუნიკაციების კომპანიის ხელმძღვანელმა ეგრეთ წოდებული ქალაქის ტელეფონები ყველაზე საიმედო საკომუნიკაციო საშუალებად გამოაცხადა. მიხეილ ოსიევსკიმ მოქალაქეებს ეს რჩევა მას შემდეგ მისცა, რაც 3 კვირა რუსეთში ინტერნეტის შეფარხებით მუშაობდა. მობილური კავშირი კი ზოგიერთ შემთხვევაში სრულად გათიშული იყო.